ევროპა, სოფო ზურაბიანთან ერთად. თქვენ უსმენთ რადიო ქალაქს და გადაცემას ევროპა სოფო ზურაბიანთან ერთად. გამარჯობა, დღევანდელი ჩვენი სტუმარი გახლავთ ბატონი სანდრო ჭუმბურიძე, რომელიც საქართველოს ევროკავშირის ბიზნეს საბჭოს ხელმძღვანელობს. დიდი მადლობა ჩვენთან სტუმრობისთვის. თემა კი არის თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირთან და შედეგები, რომელიც ამ ხელშეკრულების ხელმოწერიდან დღეს დადგა. პირველი კითხვა ასეთია, რომ დავაკვირდეთ ექსპორტის დინამიკას, რა ხდება მას შემდეგ, რაც საქართველოს ამ ხელშეკრულებას ხელი მოაწერა. გაზრდილია ექსპორტი ევროკავშირთან თუ პირიქით? მოგესალმებით სოფო, მივესალმებით თქვენ რადიო მსმენელს. 25 წელი შესრულდა, ეს არის საკმაოდ ისეთი, მე ვიტყოდი, რთული გზა ჩვენი ქვეყნისთვის და ეს იყო ევროპასთან დაახლოების, ევროპასთან მეტი ინტეგრაციის და მეტი კონტაქტების და მეტი კავშირების დამყარების პერიოდი. მე პირდაპირ გეტყვით, რომ ამ 25 წელიწადში შეიძლება ჩვენ მოგვეჩვენოს, რომ ეს საკმაოდ დიდი არის პერიოდი, ისტორიისთვის არის ძალიან მცირე მონაკვეთი, ამ 25 წელიწადში ჩვენ მნიშვნელოვანი პროგრესი განვიცადეთ აი ამ გზაზე და დღეს გვაქვს თავისუფალი ვაჭრობა ევროპასთან და უახლოეს პერიოდში მე დარწმუნებული ვარ, სულ რამოდენიმე თვეში გვექნება თავისუფალი მიმოსვლა ევროპასთან. რაც თქვენ მკითხეთ სოფო, მე გეტყვით ძალიან მოკლედ. პირველ რიგში თავისუფალი ვაჭრობა ევროპასთან როდესაც ჩვენ მოგვენიჭა ეს, მე ვიტყოდი, განსაკუთრებულად ისეთი მნიშვნელოვანი სტატუსი და პროცესი დაიწყო, ჩვენ ყოველთვის ჰქონდა ესეთი მიდგომა, რომ რა თქმა უნდა, ერთ წელიწადში და ორ წელიწადში ამის სრულყოფილად ათვისება წარმოუდგენელია, ვინაიდან პირველ რიგში მზად არ არის კომპანიები ამისთვის, ბაზარი ამისთვის. გეთანხმებით, ვინაიდან პირველ რიგში მოთხოვნა ევროპული ბაზრის არის, ეს არის სტანდარტები და ხარისხი. რაც ჩვენ, რა თქმა უნდა გავაუმჯობესოთ და შესაბამისად ამისა, როდესაც იქნება ესეთი ტიპის უკვე სტანდარტები ჩვენ ქვეყანაში, თქვათ იმ პროდუქციაზე, რომელსაც საქართველოს აწარმოებს და შემდეგ შევა ევროპაში, რა თქმა უნდა, ექსპორტი გაიზრდება. მაგრამ მიუხედავად ამისა, აი თქვათ, მოკლედ წელიწად ნახევარში, თუ ესე ვიტყვით, მე ვერ გეტყვით, რომ ეს არის ძალიან დიდი ესეთი განსაკუთრებული, თქვათ, პროცენტული გზა, მაგრამ საკმაოდ ესეთი კარგი მაჩვენებლები გვაქვს, რაც ნიშნავს, რომ ქართული ბიზნესი უკვე პირველ რიგში არის დაინტერესებული, რომ ევროპაში ნახოს თავისი მოგზაურებული და ესეთი დავარქვათ მცირე ადგილი დაიკავოს და ამავე დროს უკვე დივერსიფიკაცია ბაზრის ხდება. ანუ რას ნიშნავს, რომ ჩვენ აღარა ვართ ორიენტირებული მარტო DST-ს და მეზობელი ქვეყნების ბაზრებზე. რაც არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი. შევიზინეთ ძალიან სტაბილური ბაზარი, ევროპული ბაზარი. რაც შეეხება ექსპორტის დასს, მე გეტყვით, იცით რა, შეიძლება ეხა პირობითად თქვათ იყოს მცირე მაჩვენებელი, მაგრამ მერწმუნეთ 2-3 წელიწადში ეს შეიძლება გაორმაგდეს და გასამაგდეს, ვინაიდან პროცესი უკვე დაწყებულია, კომპანიები დაინტერესებულები არიან, რომ მოძებნონ სტაბილური და გარანტირებული ბაზარი თავიანთი პროდუქციისთვის, ასე რომ ევროპულ ბაზარს აქ ალტერნატივა ნამდვილად არ არის. ციფრებში თუ გადავიყვანთ, საუბარია დაახლოებით 15%-იან ზრდაზე, ხომ, ევროკავშირის ბაზარზე. დიახ, დაახლოებით ესე არის, რაც აქვე დავამატებ, რომ თუ ჩვენ შევხედავთ თუ როგორ არის დინამიკა, თქვათ, იგივე სხვა ქვეყნებთან მიმართებაში ვაჭრობასთან, ევროპასთან ვაჭრობაზე მოდის თუ არ მეშლება, მე საკმაოდ დიდი პროცენტი ეს არის დაახლოებით 40%-ზე მეტი თუ არ მეშლება. ძირითადი პროდუქცია უნდა კითხოთ, ბატონო სანდრო, ეს არის ღვინო, ალბათ ძირითადად. და თქვენ ხშირად ახსენებთ საუბრებში, რომ გიხარიათ ყოველ შემთხვევაში ის წარმატება, რაც ქართულ ბიზნესს აქვს, იგივე მოცვის, კივის და ასე შემდეგ, იმ პროდუქციის თვალსაზრისით, რომელზეც აღმოჩნდა, რომ ევროპულ ბაზარზე მართლაც არის მოთხოვნა და შესაძლოა დიდი რაოდენობით ვერ, მაგრამ რაღაც კონკრეტული კატეგორია მომხმარებლის ქართულმა კივმაც და მოცვმაც დააკმაყოფილოს. აი, რა პროდუქციაზეა ძირითადად მოთხოვნა დღეს ბაზარზე? ან რა შესაძლოა მოთხოვნა ბევრ ამაზეა, მაგრამ საქართველოს რა შეუძლია დააკმაყოფილოს ევროპულ იცით როგორ არის, მოდით ესე ვთქვათ, ეხა ევროპული ბაზარი, რომელიც დაახლოებით 9 მილიარდ 500 მილიონ ადამიანს შეადგენს, იქ დაკმაყოფილებაზე ძალიან ისე ფრთხილად უნდა ვილაპარაკოთ, მაგრამ რაოდენობრივი თვალსაზრისით არ გულისხმობთ. აქ არის ის, რომ ჩვენ ძალიან ისეთი მოგზაურებული ნიშა დავიჭიროთ, თუნდაც ეს იქნება ღვინის სექტორი, ეს იქნება თქვათ იგივე სოფლის მეურნეობის პროდუქცია და ვფიქრობ, რომ ძალიან ისეთი შეიძლება ითქვას მცირე მაჩვენებლები გვაქვს, მაგრამ კარგია ის, რომ ყველა მიმართულებით აი ეს პროცესი ვითარდება. მაგალითად თქვენ ახსენეთ კივი, მოცვი, ეს არის მე ვიტყოდი მართლაც საინტერესო კულტურა, რომელიც აი ესე შეიძლება საქართველოსთან ევროპაში გავიდეს და პირდაპირ გეტყვით ეხა
ნერგეტა, რომელიც არის აი ამ კივის მწარმოებელი, გერმანული Lidl-ის დავარქვათ აი ამ ქსელიდან, სავაჭრო ქსელიდან აქ შემოთავაზება თუ რა რაოდენობასაც არ უნდა აწარმოოს ამ კომპანიამ კივის, ისინი მზად არიან, გერმანელები მზად არიან აი ამ ქსელში მიიღონ ეს პროდუქცია და თქვათ აითვისონ. ეს უკვე იმის მაჩვენებელია, რომ ჩვენ უნდა გავზარდოთ მოცულობები, თქვათ თუნდაც იგივე აი ამ ერთი მაგალითის მიხედვით. მაგრამ საინტერესო ის არის, რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი სექტორი არის თხილის სექტორი, რომელიც პრაქტიკულად თუ პირველზე არა, იცით როგორ არის ახლა თუ შევხედავ ჩვენ თურქეთი მგონი მჟავნის 80%. არა, მე რას ვიძახი ამ შემთხვევაში ჩვენ პროდუქციებში ვიძახი. ჩვენ პროდუქციებში, ანუ ღვინო, რომელიც არის ყველაზე ისეთი დავარქვათ ცნობადი პროდუქტი, ქართული ღვინო, ამ ეტაპზე მე მგონი თხილი ლიდერობს და ვინაიდან ხარისხით და მაჩვენებლებით და პარამეტრებით, რაც ევროპულ სტანდარტს შეესაბამება და ითხოვს, ჩვენი თხილი არის საკმაოდ ასე ვთქვათ მოთხოვნადი. მაგრამ საინტერესო ისიც არის, რომ ღვირის სექტორი თქვათ ჩვენ ეს ნიშა დავიჭიროთ და შევძლოთ, რომ ევროპულ ბაზარზე უფრო სერიოზულად ვიყოთ წარმოდგენილი, სადაც კონკურენცია ძალიან დიდია და ძალიან რთული. მით უმეტეს ღვინოს თვალსაზრისით ევროპული ტრადიციული ქვეყნები ღვინის წარმოებით განთქმულია ბევრი და მასთან კონკურენცია საკმაოდ რთულია. მიუხედავად ამისა, ქართული ღვინო ასე თუ ისე ცნობადია მაინც ევროპულ ბაზარზე. ანუ ამის მოხერხება შესაძლებელია, მაგრამ ამას სჭირდება სტანდარტის დაკმაყოფილება, სჭირდება ყველაფერს სჭირდება ფული, მოკლედ რომ ვთქვა. რაც აი ხშირად ყველაზე მეტი პრეტენზია ქართულ ბიზნესს აქვს ხოლმე იმასთან დაკავშირებით, რომ არ არსებობს ფინანსური გარანტიები, თუ არ ჩადებ უძრავ ქონებას, ყველაფერს თუ არ ჩადებ, მოკლედ შენ თვითონ გაფართოება ბიზნესის ძალიან რთულია. და ხშირად საუბრობენ მექანიზმზე, იგივე სახელმწიფოს მხრიდან, ამ ფინანსური ინსტიტუტის შექმნის თვალსაზრისით, რომელიც მათ IAPI კრედიტის მიღებაში დაეხმარება. თუ ხედავთ ამ პრობლემას, აი თქვენ საუბრობთ, რომ რაოდენობის გაზრდის შემთხვევაში მაგალითად იგივე კივზე მოთხოვნა არის, თუმცა როგორც წესი მცირე ქართული წარმოება ამას ვერ წვდება ხოლმე, მით უმეტეს როცა ევროპულ რაოდენობაზე. და ეს აქ ენერგეტას აქ დღეს ეს პრობლემა გაფართოების და რომ იყოს თქვათ იგივე დაუშვათ მცირე დავარქვათ ისეთ პროცენტიანი კრედიტი, ენერგეტა დაახლოებით 2-3 წელიწადში შეძლებს საკმაოდ დიდი ისეთი მოცულობითი თქვათ პროდუქცია მიიღოს და გაიტანოს გერმანულ ბაზარზე. მაგრამ კომპანიის ხელმძღვანელს კონსტანტინე ვეკუას ამას წინათ მე შევხვდი, ვისაუბრეთ და მან პირდაპირ აღნიშნა, რომ ის ეძებს აი ამ გზებს თუ როგორ მიიღოს დაუშვათ ეს IAPI კრედიტი. რაც არც ისე მარტივად ალბათ ყველას აქვს ეს პრობლემა. ალბათ მე ხა ზუსტად ესე ვერ გეტყვით, მაგრამ მე გეტყვით თუნდაც ენერგეტას მაგალითზე, რომ მათ ეს პრობლემა აქვს. ბატონო სანდრო, უნდა კითხოთ ასევე სტანდარტზე და ხარისხზე, თქვენ ახსენეთ არაერთხელ ამ საუბრის დაწყებიდან, რომ სწორედ ეს არის რაც ევროპულ ბაზარზე შეუცვლელია, ასე ვთქვათ, რომელსაც ვერაფერი ვერ ანაცვლებს. და ერთხელ ისიც მაქვს მოსმენილი თქვენგან, რომ დაახლოებით 50% ქართული კომპანიების თუ 60 ვერ აკმაყოფილებს ამ სტანდარტს. კი, მართლა ისე არის. იცით როგორ არის, მოდით ესე ვთქვათ, ჩვენ და ძალიან დიდი მნიშვნელობა იქონია იმ პროცესმა, რომელიც თქვათ ბოლო 80 წლის მანძილზე ჩვენ ქვეყანაში ვითარდებოდა, რა. ეს იყო ის საბჭოთა პერიოდი, როდესაც არავითარ ხარისხზე საუბარი არ იყო, არავითარ ფსიქოლოგიურადაც კი ბიზნესმენები, განწყობილები, ყველაფერს ხო ჩვენ ხო უზნაძის ქვეყანა ვართ და სწორედ განწყობის თეორია მუშაობს, არა. იცით რა, იმისთვის რომ შენ აწარმოო თქვათ იგივე ხარისხიანი პროდუქცია გქონდეს, ამის გააზრებული აბსოლუტურად ისეთი დავარქვათ წარმატებული ბიზნეს გეგმა გქონდეს, მოტივირებული თქვათ იგივე სავაჭრო სქემები. ამისთვის აუცილებელია იცით მართლაც დრო ეს ერთ დღეში და ორ დღეში ალბათ, თუმცა ჩვენი ბიზნესის კიდევ ვიძახი დაახლოებით 50% უკვე ეწყობა ამ ევროპულ გზაზე, უკვე მოდერნიზებულია და კიდევ ერთხელ ახალი თაობა, განათლებული და პროფესიონალი. ეს არის ყველაზე მთავარი გარანტი ბიზნესისთვის, ვინაიდან ის ახალგაზრდები, რომლებიც დაბრუნდებიან ევროპიდან საქართველოში, აუცილებლად ბიზნესმა უნდა დაასაქმოს ეს ხალხი. აი კვალიფიციური კადრების ნაკლებობა არის დღეს ბაზარზე, ხო? ეს არის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა. ჩვენ ახლა ვიწყებთ 9 ივნისს გავხსნით სოფო პროგრამას, რომელიც იქნება თავისუფალი ვაჭრობის ყველა კომპონენტი, როგორ მივაწოდოთ მარტივად ქართველ მეწარმეს. ყოველგვარი რთული დეფინიციებისა და ასე შემდეგ. მარტივი ენით ვიწყებთ თბილისში და ოქტომბრიდან ვიწყებთ რეგიონებში გასვლას. ჩვენ ხშირად ვატარებდით ესეთი ტიპის, მაგრამ არ იყო რეგულარული ხასიათის. ეხლა ევროკავშირის დელეგაციასთან ერთად გვაქვს ესეთი შეთანხმება, რომ აი ეს
ესეთი ტიპის, თქვათ, საინფორმაციო და ვარქვათ პროპაგანდისტული აქტიური ესეთი ჩართულობა დავიწყოთ რეგიონში. ინფორმირება საზოგადოების რეალურად, იმიტომ რომ ბიზნეს კომპანიების, რა თქმა უნდა, იქ თავისთავად უკვე საზოგადოების ინფორმირებაც ხდება, მაგრამ უფრო მეტი იცოდეს ბიზნესმა რა ჭირდება ევროპულ ბაზარს. სტანდარტი და ხარისხი, ანუ ევროპასთან ასოცირების შეთანხმება და თავისუფალი ვაჭრობა, შანსია არა მარტო ევროპელებისთვის, რომ სტანდარტულად მაღალი ხარისხის პროდუქცია მიიღოს, არამედ ქართველი მომხმარებლისთვისაც, რომ ადგილობრივ ბაზარზეც ჩვენი უფლებები იყოს დაცული და მაქსიმალურად ჯანმრთელ პროდუქტს მივირთმევდეთ. მე გამიგია ასეთი რამ, რომ ხშირად სერტიფიკატის მიღება საკმაოდ რთული და შესაძლოა ძვირადღირებული პროცედურაც იყოს, თუმცა უკვე ქართველი მეწარმეები შესაძლოა ბიზნესი არა, მაგრამ აი ადგილობრივი მეწარმეები ცდილობენ რომ მაინც ორიენტირებული იყვნენ ჯანსაღ პროდუქციაზე, ზუსტად ამ თავისუფალი ვაჭრობის შედეგებიდან გამომდინარე, იმიტომ რომ ადგილობრივ ბაზარზეც ეს უკვე ფასობს. რა თქმა უნდა და ეს არის ძალიან კარგი დავარქვათ თუ ესე ვიტყვით ტესტი და მომზადება იმისთვის რომ თუ შენ ადგილობრივ ბაზარზე შეძლებ მომხმარებელს მიაწოდო მაღალი ხარისხის პროდუქცია, რა თქმა უნდა გაგიმარტივდება იგივე პროდუქცია უკვე ცოტა სხვა ამ შემთხვევაში შეფუთვით და ასე შემდეგ, რაც ჭირდება თქვათ ევროპულ ბაზარს, შემდეგ გაიტანო ევროპულზე, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ცით ეს ორივე სოფო დაკავშირებულია ერთმანეთთან, როგორც თავისუფალი თქვათ ვაჭრობა ევროპასთან, ასევე შენ ბაზარზე ვაჭრობის თქვათ პერსპექტივები. თუ შენ ადგილობრივ ბაზარს ვერ დააკმაყოფილებ სტანდარტით და იქ ვერ შეძლებ რომ მომხმარებელი კმაყოფილი იყოს, თქვენ წარმოიდგინეთ როგორ შეძლებ ევროპული თქვათ იგივე ბაზრის და იგივე ევროპელი მომხმარებლის დაკმაყოფილებას. ეს წარმოუდგენელია. სანდრო ჭუმბურიძესთან ერთად ვსაუბრობთ საქართველოს ევროკავშირის ბიზნეს საბჭოს ხელმძღვანელთან. უნდა კითხოთ ასეთი რამ, რამდენად ჭირდება ქართულ ბიზნესმენს დღეს ახმარება აი ამ საბჭოსი, რომლის ხელმძღვანელიც თქვენ ხართ და რა პრაქტიკული რჩევებით შეგიძლიათ მათ დაეხმაროთ. მე რამდენადაც ვიცი, ეწყობა ხოლმე ფესტივალები, ფორუმები საზღვარგარეთ, სადაც შეუძლიათ ამ კონკრეტულ ბიზნესმენებს, კონკრეტულ ინვესტორებსაც შეხვდნენ და მიიღონ უკვე ადგილზე ინფორმაცია, რა ჭირდებათ ევროპულ ბაზარზე გასასვლელად. რამე ხომ არ არის დაგმგმილი ამ კუთხით და რამდენად აქტიურები ხართ? აი, მოკლედ გეტყვით, პირველ რიგში ის, რომ ევროკავშირის საქართველოს ბიზნეს საბჭოს სოფوارი ერთადერთი ევროპული რეგისტრაციის მქონე ბიზნეს ასოციაცია საქართველოში, ეს ერთი. მეორე, ჩვენ გვაყავს დაახლოებით უკვე 58 წევრი და ყოველდღიურად თუ არა ყოველკვირა რა არის აუცილებელი თქვენი წევრი გახდეს? ისიც რა არაფერი ეს არის სურვილი, რომ მან მიიღოს მეტი ინფორმაცია ევროპაზე, ეს უნდა იყოს ბიზნესმენი თუ მეწარმეც. ისიც რა შეიძლება ინდივიდუალური პირიც იყოს მეწარმე, ასევე უფრო კომპანიები, ძირითადად კომპანიები ყავს, თუმცა ყავს ინდივიდუალური მეწარმეების, რომლებიც რამოდენიმე ესეთი დაინტერესებულია, თქვათ იგივე, თქვათ, აი ამ ჩვენი გახდა თქვენი წევრი, ამის მერე რა ხდება? აი ნახეთ რა ხდება, ჩვენ შევთავაზეთ, დავიწყეთ 2014 წელს, დავიწყეთ ეს იყო პირველი გასვლა ავსტრიაში, შემდეგ იყო სლოვაკეთი, შემდეგ მოყვა ბრიუსელის ბიზნეს კონფერენცია, შემდეგ ასევე ბრიუსელში იყო ქართველი ბიზნესმენების ჩაყვანა და შეხვედრა, დავარქვათ ესე, მაღალი თანამდებობის პირებთან, ევროკავშირის მაღალი თანამდებობის პირებთან და მათ აინტერესებდა და ასევე ჩვენ ბიზნესს აინტერესებდა, თუ რა თქვათ პერსპექტივები არსებობს და რა გარანტიები არსებობს იმისა, რომ აი ეს მიმართულება განვითარდეს. შემდგომში იყო ჰააგაში ბიზნეს ფორუმი, სადაც 100-ზე მეტი ჰოლანდიური კომპანია მონაწილეობდა, ჩვენგან იყო დაახლოებით 40-მდე ქართული კომპანია. მე როგორც ვიცი, მცირე, მაგრამ კონტაქტები უკვე დაიწყო თქვათ იმ ფორუმის შემდგომ. ეხლა ჩვენ გვაქვს ბერლინში 15 ივნისს მართავთ გერმანია საქართველოს ბიზნეს ფორუმს, სადაც დაახლოებით 35-მდე უკვე გვაქვს თანხმობა ქართული კომპანია მიიღებს მონაწილეობას და უკვე თანხმობა გვაქვს დაახლოებით 55 გერმანული კომპანიისა. ჩვენ სოფორაშვებით აი ნახეთ როგორი ის არის პერსპექტივა თქვათ იგივე ბიზნესმენისთვის. ჩვენ თავაზობთ ტურისტული სექტორი, კი ბატონო, გაინტერესებთ თქვენ გერმანულ პარტნიორთან დაკავშირება? ჩვენ უკავშირდებით თქვათ შესაბამის ბიზნეს ასოციაციებს გერმანიაში. სელჩუა სხვათა შორის ძალიან აქტიურად ჩართული ჩვენი ელჩი ლადო ჭანტურია არის აი ამ პროცესში ძალიან აქტიურად ჩართული და იქ ნახეთ როგორ არის სექტორულად ვარჩევთ პარტნიორებს. ანუ თქვათ, თუ ტურისტული კომპანია მიდის ჩვენგან 3-4, ზუსტად ასეთივე საშუალება ექნებათ იქ ადგილზე გაეცნონ ტურისტულ კომპანიებს, თუ ერთობლივი არა, ყოველ შემთხვევაში შეიძლება რაღაც გეგმები დასახონ და შემდგომში თქვათ ეს კონტაქტები არ დაიკარგოს, ასე რომ აი ესეთი სექტორული მიდგომით ეს იქნება პროდუქციის წარმოება, თქვათ სერვისები, საბანკო სექტორი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის და ძალიან განვითარებულია და ამ შემთხვევაში
არის საშუალება იმისა, რომ კონტაქტები მართლა დამყარდეს გერმანულ მხარესთან, აი 15 ივნის ეს ფორუმი გაიხსნება. ძალიან სასიამოვნოა ის, რომ თვითონ პრემიერ-მინისტრი გახსნის ბიზნეს ფორუმს და გერმანელები ამას ძალიან სერიოზულ ყურადღებას აქცევენ, ვინაიდან სამთავრობო მხარდაჭერა მით უმეტეს ჩვენ ქვეყანაში აი ამ ვითარებაში ქართულ ბიზნეს სექტორს ჭირდება და არა მარტო ქართულს, მე ვიტყოდი ევროპულსაც კი, რომელიც აპირებს ინვესტირებას და მათ უფრო ჭირდებათ გარანტია. რა თქმა უნდა, ასე რომ თუ კი თქვათ ესეთი გარანტორი იქნება თქვათ ამ შემთხვევაში მაღალი ხელისუფლების პირი, ეს თავისთავად უკვე დადებითად მუშაობს. ასე რომ აი ესეთი ტიპის სერვისები რომ ჩვენ ხელი შეუწყოთ კონტაქტ ჩვენ რა თქმა უნდა ეხა ბიზნეს სხვა კომპანიების მაგალითად ნამდვილად ვერ გავაკეთებთ, მაგრამ ჩვენ ხელს უწყობთ კონტაქტების დამყარებაში, ხელს უწყობთ თქვათ იგივე აი ამ კონტაქტების განვითარებაში და რა თქმა უნდა ვაძლევთ უკვე თეორიულ საშუალებას იმისა, ყავს ექსპერტთა საბჭო, თუ კი ჭირდებათ მათ რაიმე დამატებითი ინფორმაცია, მიიღონ თქვათ თავისუფალ ვაჭრობაზე ევროპასთან, ისინი მიიღებენ ამ ინფორმაციას. სიახლეა ევროკავშირის ბაზარზე, ყოველ შემთხვევაში პერსპექტივა არის ასეთი თაფლის ევროკომისიამ თაფლის სახელმწიფო კონტროლის სისტემა აღიარა ქართული, თუმცა ამის შემდეგ კიდევ ბევრი პროცედურაა დარჩენილი იმისთვის, რომ ქართული თაფლი ევროპულ ბაზარზე მოხვდეს. რა სირთულეების წინაშე დგას ამ წუთას ამ ეტაპზე სახელმწიფო მსმენელს მე ვეტყვი, რომ ცხოველური წარმოშობის ყველა პროდუქტს ევროკავშირი განსაკუთრებით მაღალი სტანდარტით აკვირდება, ასე ვთქვათ, სანიტარულ მოთხოვნებს იმისთვის, რომ მისი მომხმარებლის უფლებები ჯანდაცვის და უსაფრთხოების კუთხით იყოს დაცული. ამიტომ თაფლთან დაკავშირებით დიდხნიანი პროცედურა იყო, რომელიც დადებითად დასრულდა აღიარების კუთხით, მაგრამ რა ნაბიჯები დარჩა იმისთვის, რომ მაგალითად ბევრია საქართველოში, ვინც აწარმოებს თაფლს ტრადიციული მეთოდით, სხვადასხვა სახეობის და იქნებ გადაწყვიტა, რომ უნდა რომ გააფართოვოს ეს ბიზნესი. ანუ რა საფეხურები დარჩა ქვეყანას მოსაგვარებელი ამ კუთხით. იცით, კარგია თავისთავად ის, რომ როგორც თაფლი, როგორც ცხოველური პროდუქტი, როგორც პირველი დავარქვათ ესეთი ამ შემთხვევაში პირველი შესვლა იქნება აი ამ პროდუქტის ევროპულ ბაზარზე. ერთადერთი აქ არის ის სოფო ის სირთულეები, რომ ჩვენ არა გვაქვს თქვათ ერთი რეგიონი, სადაც მხოლოდ ერთ რეგიონში იწარმოება თაფლი. დიახ. საქართველოში არის რამოდენიმე ადგილი, დავარქვათ ესე თქვათ, სადაც თაფლი იწარმოება, ამიტომ ეს თაფლი ვინაიდან გროვდება და თქვათ რაღაც რაოდენობა უნდა მიიღოს შეგროვებული, მე ვფიქრობ, რომ უნდა იყოს სპეციალური თქვათ დავარქვათ ისეთი მცირე მოცულობის ქარხანა, თავის ლაბორატორიით, სადაც ეს გადამუშავდება, შემოწმდება, გაივლის ლაბორატორიულ შემოწმებას, რა თქმა უნდა, იქ ყველაფერი უნდა იყოს სტანდარტის მიხედვით. სხვანაირად ეს თუ სტანდარტი. ჯერ ასეთი ლაბორატორია ქვეყანას არ აქვს. იცით როგორ არის, მე როგორც ვიცი სოფლის მეურნეობას ეს უკვე მომზადებული აქვს, მაგრამ როდის დასრულდება ზუსტად ვერ გეტყვით ნამდვილად, მაგრამ ეს პროექტი მომზადებული აქვს და წესით მალე უნდა იყოს, როგორც ამას თვითონ ამ შემთხვევაში აცხადებენ. მაგრამ ის რომ თქვათ თაფლი ჩვენთან მართლაც მაღალხარისხიანია და შეიძლება ძალიან კარგად იყოს ეს თქვათ ორგანიზებული, ამის პერსპექტივა არის, ეს ძალიან კარგი, იმიტომ რომ სულ ორი თუ არ მეშლება დავარქვათ ესეთი წერტილი არის მსოფლიოში, სადაც აი წაბლის თაფლი იწარმოება, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და ესეთი სამკურნალოდ კომპონენტებით არის. ეს არის ერთი საფრანგეთი, თუ არ მეშლება მეორე ქვეყანა ნამდვილად არ მახსოვს, მაგრამ ჩვენთანაც არის ამის მცირე რაოდენობის საშუალება ამ შემთხვევაში წარმოების და თქვათ ევროპულ ბაზარზე გადანის. ყოველ შემთხვევაში ნახოთ, აი ჩვენ რაოდენობას ვერ მოუგებთ თით ქვეყნებს, ეს გასაგებია, ამიტომ ხშირად არის აქცენტი ბიოპროდუქტზეც, იმიტომ რომ ევროპაში ძალიან დიდი მოთხოვნა ბიოლოგიურ პროდუქტზე, ეკოლოგიურ პროდუქტზე. აქვს თუ არა ამის პერსპექტივა ჩვენს ქვეყანას და რამდენად აქტიურია ბიზნესი ამ კუთხით? იცით როგორ არის, ამას ალბათ მაინც რო დაჭირდება სოფო, ვინაიდან იცით რა მხოლოდ 3 წელი ნიადაგის გაჯანსაღებაში სექტორის განვითარებას ჭირდება თავისი კულტურა. სამწუხაროდ ჩვენ ესეთი თქვათ, ესე იგი შეიძლება თქვათ ახლა იცით რა იყოს ერთი მცირე ზომის კომპანია ან ერთი მეწარმე ვინც ამას აკეთებდეს, მაგრამ როდესაც უკვე ევროპულ ბაზარზე შესვლაზეა საუბარი, იქ რაღაც რაოდენობა აუცილებლად უნდა იყოს, რომ ეს იყოს სერიოზულად აქტიური. ინვესტორი ამას აქცევს ყურადღებას, ხო რა საკვირველია. 1 ტონას გაყიდით თქვათ ამ ბიოპროდუქტს, ეს ხა არავითარ, კი, რა თქმა უნდა შეიძლება დადებითი მომენტი არის, მაგრამ ეს არ მოიტანს რაღაც შედეგს. ინვესტორისთვის ეს უკან დასახევი მიზეზია ალბათ, ხო, როცა რაოდენობა არ არის საკმარისი, იმას არ უღირს ცოტა რაოდენობით. იცით რა არის, ინვესტორმა უნდა იცოდეს, რომ ის გარანტირებულად მიიღებს ამ რაოდენობას. ამიტომ უნდა შეისწავლოს ბაზარი, უნდა ჩამოვიდეს, უნდა ნახოს შესაძლებლობები, როგორც თქვათ, იგივე ეს იქნება თქვათ ნიადაგის და ასე შემდეგ კლიმატური და ამ შემდგომში უკვე თქვათ, უკვე წარმოების და
აი ამას ყველაფერს უნდა ალბათ დრო, ამას უნდა პროცესი. რა მინდა კითხოთ ბოლოსკენ, ჩვენი დიალოგის ბოლოსკენ, რა პრობლემებს გამოყოფთით თქვენ ამ ეტაპზე, რომელიც აი სასწრაფოდ გამოსწორებადია, რა ტენდენციებს ფიქრობთ, რომ უფრო განვითარდება თავისუფალი ვაჭრობის სარგებლიდან გამომდინარე მომდევნო რამდენიმე წელიწადში, მოკლედ როგორ ხედავთ სურათს, ვინაიდან ყველაზე ახლოს დგახართ თავისუფალი ვაჭრობის მიმდინარე პროცესთან, ასე ვთქვათ, ბიზნესთან. ისიც რა არის, მე ვფიქრობ, რომ პერსპექტივა ნამდვილად გვაქვს, პირველ რიგში არის ყველაზე მთავარი არის მონდომება. სოფო არავინ ჩვენ მაგივრად საქმეს არ გააკეთებს. არც გერმანელი, არც ფრანგი, არც ამერიკელი, არც არავინ, ვინაიდან ჩვენ ისევ ქართველებმა ჩვენ თვითონ უნდა შევძლოთ აი ამ რთული პროცესის მე კიდე ერთხელ ვიზახი რომ ეს არის პროცესი, ეს ერთ წელიწადში არ სრულდება, აი ამ პროცესში ჩართვა უნდა შევძლოთ და ამის პერსპექტივა არის, თუმცა კიდე ვიზახი ახლა რეგიონებში ცოტა მოვისუსტებთ, აი აქ არის ახლა ამიტომაც თქვი რომ ჩვენ თეორიული გასვლები გვექნება, ეს იქნება ექსპერტთა საბჭო, რომლის ხელმძღვანელია კახა გოგოლაშვილი, საოცრად გამოცდილი და კარგი ადრე მე ვიტყოდი დიპლომატი, ეხა აი ამ ცოდნი ამ DCFTA ევროკავშირის საკითხების ერთ-ერთი საუკეთესო მცოდნე. აი სწორედ იმიტომაც შევარჩიეთ კახა ჩემი კოლეგა არის, მეგობარია და ერთად გვინდა რომ აი რაღაცა თქვათ მაქსიმალურ თქვათ შედეგს მივაღწიოთ, იმიტომ რომ განათლების გარეშე, ცოდნის გარეშე პრაქტიკულად ამ პროცესის განვითარება წარმოუდგენელი. და კიდევ ამბობ ახლა რა თქმა უნდა ჩვენი ექსპერტები სრულ იმას ვერ მიცემენ ამის დავარქვათ სრულ რეცეპტს და სრულ ინფორმაციას, მაგრამ ძირითადი რასაც ქვია, ის რაც არის საბაზისო და მოთხოვნადი რომ აი იცოდეს თქვათ კომპანიის ხელმძღვანელმა როგორ უნდა თქვათ შევიდეს ევროპულ ბაზარზე, ამას ჩვენ შევძლებთ და ამას გავაკეთებთ. ნუ რამდენად მოვიცავთ ახლა რაოდენობრივად რეგიონებს, თქვათ რეგიონებში კომპანიებს ამას ვნახავთ. ნუ თუნდაც იცით რა არის თითოეულ რეგიონში 30-40 კომპანიას რო იყოს ჩართული აი ამ დავარქვათ საგანმანათლებლო აი ამ საინფორმაციო ქსელში ეს უკვე დადებითი იქნება. ვინაიდან რაღაც პერიოდის მერე უკვე ეს გამრავლდება და უფრო მეტი თქვათ ამ შემთხვევაში. ასე რომ მე პერსპექტივით ვუყურებ და პირდაპირ გეტყვით, რომ პროცესი მიდის, ეს არ გაჩერდება, შეუქცევადი პროცესია და ის რაც თქვათ ამ შემთხვევაში ის კომპონენტი რაც აკლია თავისუფალ ვაჭრობას, ეს არის თავისუფალი სავიზო მიმოსვლა, რაც მეწარმეებს გაუადვილებს პარტნიორებთან კონტაქტების უფრო გაფართოებას და უფრო გაძლიერებას. რაც იმედი გვაქვს, რომ რამდენიმე თვეში იქნება. კი, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ესე იქნება. დიდი მადლობა, ჩვენ საუბრობდით სანდრო ჭუმბურიძესთან ერთად, საქართველოს ევროკავშირის ბიზნეს საბჭოს ხელმძღვანელი გახდა ჩვენი სტუმარი, საუბრობდით თავისუფალი ვაჭრობის, ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების შედეგებზე და ამ დროის მონაცემებით ექსპორტსა და იმ პროდუქტების გადანის შესაძლებლობებზე, რომელიც ამ დროისთვის ევროპულ ბაზარზე ხდება. ჩვენ შევხვდებით ერთმანეთს ყოველ ხუთშაბათსა და პარასკევს 5 საათზე გადაცემაში ევროპა სოფო ზურაბიანთან ერთად. მადლობთ. ევროპა სოფო ზურაბიანთან ერთად.